კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მე ვარ ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების მიმართულებით დოქტორანტი თამარ ლალუაშვილი და დღეს წარმოგიდგენთ თემას თანამედროვე ქართული ნეოლოგიზმების სემანტიკური და ფორმალური კლასიფიკაცია. მოკლედ დავიწყებ შესავლით, შემდეგ უკვე გადავალ უშუალოდ საკითხებზე, რაც მოიცავს თანამედროვე ქართული ნეოლოგიზმის სემანტიკურ კლასიფიკაციას პირველ რიგში და შემდეგ უკვე გადავალ ფორმალურ კლასიფიკაციაზეც. შესავლის სახით შეიძლება ვთქვათ, რომ ახალი სიტყვები, რასაც ნეოლოგიზმებს ვუწოდებთ, მნიშვნელოვანი ელემენტი არის ენის განვითარებისთვის ზოგადად, რადგან არ არსებობს ენა, რომელიც ავითარდება და რომელსაც რაიმე სიახლე არ აქვს ენაში. სიახლეები ჩნდება ბევრ დარგში და ეს იმაზე მიანიშნებს, რომ სფერო, რომელშიც მრავლად არის ახალი სიტყვები, ვითარდება და განიცდის პროგრესს. ბოლო წლებში ქვეყანაში და ზოგადად მსოფლიოს გარშემო მიმდინარე მოვლენებმა განაპირობა ის, რომ ქართულშიც უამრავი ახალი სიტყვა გაჩნდა, რომელსაც ჭირდება აღწერა და სწორედ ამ სიტყვების აღწერად ჩვენ შევიმუშავეთ მეთოდოლოგია სადოქტორო ნაშრომის ფარგლებში, რომელმაც საშუალება მოგვცა შეგვეგროვებინა 1700 ნეოლოგიზმი და შემდგომ ეს მეთოდოლოგია წარმოადგინეთ გლობალექსის მეექვსე სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც ეხებოდა ლექსიკოგრაფიასა და ნეოლოგიას. ამასთან დაკავშირებით ასევე ქალბატონ თინასთან ავტორობით გამოვაქვეყნეთ სტატია სათაურით Semi-automatic detection of new words in modern Georgian, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში ლექსიკოს. გადავიდეთ სემანტიკურ კლასიფიკაციაზე უშუალოდ. ჩვენ კვლევის ფარგლებში მოპოვებული 1700 ნეოლოგიზმი დავყავით დარგების მიხედვით, თემატური ჯგუფების მიხედვით და გამოვყავით შემდეგი სფეროები, ეს არის პოლიტიკა, მედიცინა, განათლება, ტექნოლოგიები და ინტერნეტი, საზოგადოება და სოციალური ცხოვრება, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, ბიზნესი და ფინანსები, მედია, სპორტი, ხელოვნება, კვება და ასევე გვაქვს კატეგორია სხვა, რომელშიც არ შედის შედის ისეთი სიტყვები, რომლებიც არ მიეკუთვნება ერთ რომელიმე კონკრეტულ დარგს. დღეს განვიხილავ მხოლოდ რამ პირველ სამ კატეგორიას, ეს არის პოლიტიკა, მედიცინა და განათლება, რადგან ეს სფეროები ყველაზე უფრო აქტუალური არის ბოლო წლებში ჩვენს რეალობაში, ასე რომ ვთქვათ. პოლიტიკა არის ერთ-ერთი ყველაზე ესეთი აქტუალური საკითხი დღევანდელ საქართველოში და პოლიტიკური ნეოლოგიზმების ანალიზის საინტერესო აღმოჩნდა იმ მხრივ, რომ ის ზუსტად ასახავს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, როდესაც დემოკრატია ძალიან ცუდ დღეშია, ესე რომ ვთქვათ, უხეშად მარტივად. მას შემდეგ, რაც საქართველომ ხელი მოაწერა ევროინტეგრაციასთან ასოცირების ხელშეკრულებას, საქართველოში გახშირდა ტერმინოლოგია, რომელიც უკავშირდება სწორედ ამ პროცესებს, როგორც არის მაგალითად თვითონ სიტყვა ევროინტეგრაცია, ასევე პროქართული, პროევროპული და გაჩნდა ამ პროცესებთან დაკავშირებული სხვა სიტყვებიც, მაგალითად ანტიპუტინისტი, რაც რაღაც მიუთითებს, რომ ვიღაცის საწინააღმდეგო არის ვიღაცა არის ამ რაღაცა პროცესის მომხრე და ვიღაცა მოწინააღმდეგე, ასევე სხვა ტერმინებიც გაჩნდა მიმართულებით პროტესტებმა, საქართველოში მიმდინარე პროტესტებმა, რაც გამოიწვია ბოლო წლებში ეგრეთ წოდებული რუსული კანონის მიღებამ და შემდგომ უკვე გასულ წელს ევროინტეგრაციის შეჩერების გადაწყვეტილებამ, საქართველოში გამოიწვია მასობრივი პროტესტები. ხალხი უამრავი ხალხი გამოვიდა ქუჩაში, რასაც შემდგომ მოყვა ძალადობრივი დაშლა ამ პროცესების და ამანაც გაამდიდრა ენა ბრწყალებში სხვადასხვა ლექსიკით, როგორც არის მაგალითად რობოკოპი, ტიტუშკები და ზონდერი, რომელიც სიტყვა ზონდერმა ასევე შეითვისა სიტყვათ მაწარმოებელი გახდა სიტყვათ მაწარმოებელი კომპონენტი და ასევე მისგან იწარმოება სხვა სიტყვები, როგორც არის მაგალითად ზონდერ მოსამართლე, ზონდერ პროკურორი და მსგავსი სხვა სიტყვები. რუსეთ-უკრაინის ომმაც დიდი გავლენა იქონია ენაზე, არა მხოლოდ ქართულში, ზოგადად მსოფლიოში და მსოფლიო საერთაშორისო პოლიტიკაში გაჩნდა სიტყვები, რაც უკვე შემდეგ ქართულშიც შემოვიდა სესხების გზით. ესეთი სიტყვები არის მაგალითად რაშიზმი, რაც არის რუსულისა და ფაშიზმის
ნაერთი შერწყმული სიტყვა, ასევე რაშისტი, ორკი, რაც მიესადაგება რუს ჯარისკაცს ან მოქალაქეს, რომელიც მხარს უჭერს რუსულ აგრესიას. ლოგიზმები მედიცინაში ასევე ძალიან მომრავლდა განსაკუთრებით COVID პანდემიის შემდეგ და კვლევის ფარგლებში გამოვლინდა, რომ ამ დარგში ნაწარმოების სიტყვები ძირითადად იწარმოება ელემენტით COVID, მაგალითად COVID ინფიცირებული, COVID ვითარება. ასევე გვაქვს სხვა სახის სიტყვები, რთული სიტყვები, როგორც ეს მაგალითად საწოლფონდი, PCR ტესტი, ასევე შესიტყვებები მწვანე პასპორტის სწრაფი ტესტი და სხვა. COVID-ის დროს ასევე გააქტიურდა ესეთი სიტყვები, რომლებიც მანამდეც არსებობდა ენაში, თუმცა მათი გამოყენების სიხშირე მინიმუმამდე იყო დაყვანილი და COVID-ის პროცესების ფონზე ისევ გაიზარდა და გახშირდა ამ სიტყვების გამოყენება, მაგალითად, პანდემია, ეპიდემია, კარანტინი. ადრე ესე აქტიურად არ გამოიყენებოდა, როცა COVID-ის გავრცელების შემდეგ კი ყველგან ეს გვესმოდა მართლა. მედიცინის მიმართულებით ასევე გამოიყო ქვედარგი ესთეტიკური მედიცინა, სადაც შედის სილამაზის პროცედურებთან და სალონურ პროცედურებთან დაკავშირებული სიტყვები, ბოტოქსი, ბრაშინგი, ფილერი და სხვა და ეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში გახშირდა უფრო მეტი ადამიანი მიმართავს სილამაზის პროცედურებს, თავის მოვლის და ზოგადად სალონურ სპა პროცედურებს მეტი ადამიანი აქცევს უფრო ყურადღებას. ახალი სიტყვები ასევე გვაქვს განათლების სფეროშიც, რაც განპირობებულია ამით, რომ განსაკუთრებით შესამჩნევია 2005 წლის შემდეგ, როდესაც საქართველო ჩაერთო ბოლონიის პროცესში და ძველი საბჭოთა ტერმინოლოგია შეიცვალა ახლით და ენაში გვაქვს მთელი განათლების სისტემის გატარდა განათლების სისტემის რეფორმები და ამ რეფორმების ფონზე გაჩნდა ახალი ტერმინებიც, მაგალითად სილაბუსი, კურიკულუმი, კოლოკვიუმი, კრედიტები და სხვა. COVID-მა ასევე განათლების სისტემაზეც იქონია თავისი გავლენა და გაჩნდა სწავლების ახალი მეთოდები, ონლაინ სწავლება, ჰიბრიდული სწავლება, გაჩნდა ვებინარები და ვიდეო გაკვეთილები და ასე შემდეგ. გადავიდეთ ნეოლოგიზმების ფორმალურ კლასიფიკაციაზე, სადაც გამოიყო 5 ძირითადი კატეგორია. ეს არის სესხება, სიტყვის წარმოება, სადაც შედის რთული და ნაწარმოების სიტყვები, სიტყვათა შემოკლება და სიტყვის სემანტიკური ცვლილება. ასევე აქაც გვაქვს კატეგორია სხვა. სესხება არის დღეს მხოლოდ განვიხილავ სესხებას და სიტყვის წარმოებას, რადგან ეს ორი კატეგორია აღმოჩნდა ყველაზე უფრო პროდუქტიული და მრავალრიცხოვანი ქართულ ნეოლოგიზმებში. სესხების მიმართულებით გამოიყო სამი ტიპის ნასესხობა, ეს არის პირდაპირი ნასესხობა, მორფოლოგიურად ადაპტირებული ნასესხობა და თარგმნითი ნასესხობა, ანუ კალკი. პირდაპირი ნასესხობები არის ნასესხობების ისეთი ტიპი, რომელიც პირდაპირ გადმოდის უცხოენიდან ქართულში, უცვლელად ან მინიმალური ცვლილებებით. ასეთი სიტყვების მაგალითები შეიძლება იყოს ბლოგი, Wi-Fi, selfie, ჰეშტეგი, smartphone და სხვა. როგორც ხედავთ, აქ მხოლოდ სახელობითი რიცხვის ნიშანი i ემატება სიტყვას ბოლოში და დანარჩენი თითქმის იგივე გადმოდის ტრანსლიტერაციის გზით. მორფოლოგიურად ადაპტირებული ნასესხობები არის ქართული გრამატიკის წყალობით, მოქნილი გრამატიკული სისტემის წყალობით, უცხოენოვანი ფუძის გადმოტანა ქართულში ბევრად მარტივდება, რადგან ქართული მორფოლოგია გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უცხოური სიტყვები, უცხოური ლექსიკური ერთეულები გავაქართულოთ ჩვენებურად. მაგალითად, გვაქვს სიტყვები ჰიბრიდული, ზედსართავი სახელი, ასევე დათაგვა ან დაბლოკვა, სადაც უცხოური ფუძე არის tag ან block და ჩვენ მას ქართული მორფოლოგიის დახმარებით ვაქართულებთ, მაგალითად და და ვა თავსართი და ბოლოსართი, სენს მათ ქართულ ელფერს ასე ვთქვათ და გვაქვს ახალი სიტყვები, ზმნები ამ შემთხვევაში. თარგმნითი ნასესხობები არის კიდევ ერთი ტიპი ნასესხობებისა, რომელიც ყველაზე უფრო ხელსაყრელი არის, რადგან
მათი დახმარებით შეგვიძლია გავამდით როთენა, ისე რომ ახალი სიტყვები არ ვისესხოთ პირდაპირ სესხება ავირიდოთ, პირდაპირ სესხება ავირიდოთ და ქართული ენის შიდა რესურსების დახმარებით შევქმნათ ახალი ლექსიკური ერთეულები. ასე მაგალითად ხელოვნური ინტელექტი, artificial intelligence-ის ნაცვლად ან brainstorming-ის ნაცვლად, გონებრივი იერიში ან target ჯგუფის ნაცვლად მიზნობრივი ჯგუფი გამოვიყენოთ. აქ არის პატარა სტატისტიკა, რაც როგორც ხედავთ, ქართულ ენაში ანგლიციზმები, ანუ ინგლისური ნასესხობები არის 60%, რაც სხვა ენებთან შედარებით თითქმის 2-ჯერ და 3-ჯერ მეტია. 60%, თუმცა აქ უნდა აღნიშნოს, რომ აქ შედის გაქართულებული სიტყვების, ანუ მორფოლოგიურად ადაპტირებული ნასესხობებიც, თუ რამეს შეცვლის ეს ინფორმაცია მაინც. შემდეგი არის სიტყვათა წარმოება, სადაც ერთიანდება რთული სიტყვები და ნაწარმოების სიტყვები. რთული სიტყვები არის სიტყვების კატეგორია, რომელიც სიტყვები, რომლებიც 2 ან მეტი ფუძისაგან შედგება და ამ სიტყვების თითოეულს აქვს თავიანთი დამოუკიდებელი მნიშვნელობა, როგორც მაგალითად ვიდეო თამაში, ცალკე ვიდეოს აქვს მნიშვნელობა და თამაშსაც. ამ მიმართულებით ჩვენ გამოვყავით რამდენიმე სიტყვა, რომელმაც შეითვისა სიტყვათა წარმოებელი კომპონენტის ფუნქცია და მათ დახმარებით იწარმოება კიდევ სხვა ახალი სიტყვებიც. ასეთი სიტყვები არის, როგორც ასეთი ელემენტები არის ვიდეო, მედია, ინტერნეტ და ონლაინ. ეს სიტყვები ერთადერთად გამოიყენება ციფრულ ტექნოლოგიებში, ინტერნეტსა და ტექნოლოგიების მიმართულებით და აწარმოებს უამრავ სხვა სიტყვებს, ონლაინ ლექსიკონი მაგალითად ან ინტერნეტ გვერდი, ინტერნეტ მაღაზია და ასე შემდეგ. ნაწარმოების სიტყვების შემთხვევაშიც გვაქვს 3 მიმართულება, ეს არის პრეფიქსაცია, სუფიქსაცია და პრეფიქსაცია და სუფიქსაცია. პრეფიქსაციის შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ ტერმინს პრეფიქსოიდებს, ანუ და ამისათვის გავმარტავ ზოგადად აფიქსოიდების მნიშვნელობას, რა არის აფიქსოიდი? ესენი არიან ნასესხობა, ეს არის ნასესხობა უცხოური ენიდან, რომელთაც თავდაპირველად ჰქონდათ დამოუკიდებელი მნიშვნელობა, თუმცა დროთა განმავლობაში მათ ეს დამოუკიდებლობა დაკარგეს და გახდნენ რთული სიტყვის მაწარმოებელი კომპონენტები. ეს სიტყვები აფიქსოიდები მომდინარეობს ზოგადად ბერძნულიდან და ნიშნავს აფიქსის მსგავს. ტერმინი ქართულ ლინგვისტიკაში დაამკვიდრა ქალბატონმა როგნედა ღამბაშიძემ, რომელიც რაც შეეხება პრეფიქსაციას, აქ გამოვყავით რამდენიმე პროდუქტიული პრეფიქსოიდი, რომელიც მაგალითად არის პრო, ანტი და ევრო, რომელიც ერთადად გვხვდება პოლიტიკური ნეოლოგიზმების მიმართულებით, მაგალითად პროქართული, პროევროპული, ანტიდასავლური, ანტიქართული და ასევე ევროს ინტეგრაცია, ევროსკეპტიციზმი და სხვა. პრეფიქსოიდები კიბერ და ვებ გვხვდება ძირითადად ინტერნეტისა და ტექნოლოგიების სფეროში, როგორც მაგალითად კიბერომი, კიბერუსაფრთხოება, ვებ გამოცემა, ვებ ბრაუზერი და მრავალი სხვა. ბიოთავსართი ან პრეფიქსოიდი გამოიყენება გარემოს დაცვის მიმართულებით, ხოლო აგრო გვხვდება სოფლის მეურნეობის დარგში. სუფიქსაციის შემთხვევაში გვაქვს რამდენიმე პროდუქტიული სუფიქსი, ესენი არის მაგალითად ობა, რომელიც აწარმოებს სახელზმნებს, როგორც არის მაგალითად შოპინგობა, ჩათაობა. ური სუფიქსი უმეტესად ზედსართავის სახელების შემთხვევაში გვხვდება, მაგალითად ქსელური ან ბიუჯეტური. იზაცია რაღაც პროცესს აღწერს და არსებით სახელების საწარმოებლად გამოიყენება. მონეტიზაცია, მაგალითად მოდერნიზაცია და რაც შეეხება პრეფიქსაციას და სუფიქსაციას, ამ შემთხვევაში გვაქვს კომბინაცია ანტი და ური ან ული, ასევე ზედსართავის სახელების აწარმოებს, ზედსართავის სახელები გვაქვს უმეტესად აქაც, ანტიბულინგური მაგალითად, ასევე არა და ული ან ადი კომბინაცია, რაც არის არა სანქცირებული მაგალითად,
და ასევე გვაქვს და იზაცია კომბინაცია გვაძლევს დეოლიგარქიზაციას მაგალითად და ასევე გვაქვს და ებავა კომბინაციები რომელიც მნების შემთხვევაში გამოიყენება და გვაქვს დაანონსება, დაგუგლვა, დაბუსტვა და ასე შემდეგ. რაც შეეხება მოკლედ რომ შევაჯამოთ, ჩვენი კვლევის ფარგლებში გამოვლინდა რომ ქართულ ნეოლოგიზმებში გამოყოფილი სფეროები ძირითადად ემთხვევა უცხოურ ენებში გამოყოფილ სფეროებს. გამონაკლისის სახით შეიძლება ითქვას, რომ ესპანური უფრო ბევრ სფეროს, უფრო ვიწრო პროფილურ სფეროებსაც გამოყოფს და გვაქვს ესეთი დარგი, როგორიც არის კორი და ხართა ბრძოლა და ქართულისთვის ასეთი სპეციფიკური, შედარებით სპეციფიკური არის განათლების სფერო, თუმცა არა არის ეს დამახასიათებელი მხოლოდ ქართულისთვის, უბრალოდ შედარებით სპეციფიკური არის განათლების სფერო, რადგან საქართველოს შედარებით გვიან ჩაერთო ბოლონიის პროცესში და ის სიტყვები და ის პროცესები, რაც ახალი იყო სხვა ევროპული ენებისთვის, ჩვენთვის ეხლაც შეიძლება ითქვას, რომ ეხლაც ახალია რაღაცეები. და შეგვიძლია დავასკვნოთ, რომ თანამედროვე ქართული ადვილად ითვისებს ახალ ლექსიკურ ერთეულებს, ახდენს მათ ინტეგრაციას ენაში და საჭიროების შემთხვევაში ახდენს მათ ადაპტირებას და გამარტივებას და მორგებას ქართულ გრამატიკულ სისტემაზე. სულ ეს იყო.